თხის წყავი თხის მანძილზე თხაზე მძიმეაო რა. ერთ-ერთი უხუცესი მონადირე ხართ საქართველოში. როგორ გავანკონტროლო? მე 2 ცალი მგელი მყავს დარჩენილი კოტა მაგალითად 2 ცალი უნდა მოკლა მე. მოგდა თქვა 5, 3-ზე მაჯარი მივენა. ასეთებია როგორ შეიძლება? თუ კი ვინმე დამხმარებია ამ ქვეყანაზე, სულ ყველგან მონადირისგან მიღია პატივისცემა და გვერდში დგა. მონადირე არ არსებობს კაცი დატოვოს გზაში. ნამდვილი მონადირე, როგორ წარმოგიდგენიათ კაცს, რომელს ეკუთვნის ეს სტატუსი? ამჩი მაგალითად მე ბევრს ვერ ვხედავ ასეც. ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარ-ჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. 77-ს ვასრულებ. ერთ-ერთი უხუცესი მონადირე ხართ საქართველოში. თემური ტყემალაძის შემდეგ. ხო, თემური უფროსი არის თქვენზე, კი ბატონო. ესეთი რამე არ არსებობს სხვა არც მეგობრობაში, არც ერთ მეგობრობაში მონადირეები რომ არიან რა ეს. ეს სხვანაირი თუ მე მონადირე ხარ, სულ სხვანაირი პატივისცემა ურთიერთობის და თუ კი ვინმე დამხმარებია ამ ქვეყანაზე, სულ ყველგან მონადირისგან მიღია პატივისცემა და გვერდში დგა. უფროსი მონადირეებია. დიახ. დიახ. რა თქმა უნდა ისინი აღარ არიან ცოცხლები, მაგრამ არაჩვეულებრივი პიროვნებები იყო ყველა და ძალიან მინდა რომ ეს ახალგაზრდა დღეს იყო პატარა ბიჭი სხვადასხვა და ერთი ჩემი გაზილი იყო დარჩა სახში აღარ წამოვიდა. კარგი ბავშვები იზრდებიან. ვინც თობს მოკიდა ხელი და ნამდვილი მონადირე ვინც არის, ის იმით კი არა რომ ზოგი ფიქრობს რომ რახან თოფი მაქვს, ვაჟკაცი ვარ და ამით არა. აი გვერდში დგომით. მე მაგალითად ჩემს ცხოვრებაში დავაკვირდი ასეთ რაღაცას, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში მას მერე განსაკუთრებულად, რაც მონადირეებთან აქტიურად დავიწყე ურთიერთობა. და ადრე ეს უფრო გამოიკვეთებოდა ხოლმე რა, ადრე უფრო ჩანდა. იმიტომ ჩანდა რომ თბილისში მონადირეები თითქმის ყველა ვიცნობდით ერთმანეთს, საქართველოში. არ იყო ახლა მე ჩემი დიშვილი დათო მაღრაძე ხშირად იყო ხოლმე ჩემთან ერთად პატარა ბიჭი რო იყო და სადმე მანქანა რო გამიფუშტებოდა ან რაღაცა სულ ნივები მყავდა რამე და გაფუშტა ხო თქვა დაღლილი მძინა ჩათვლემელიო და სადა ხარ ამ ადგილზე ვარ იყო და რომელიღაც სოფელში დავფიქრდებოდი აბა იმ კაცს დაუძახეთ ახლა მიდით ამ ადგილზე და გამოვლიან გამოყრენ და მთელ სოფელს და გვეხმარებოდნენ რამე გვჭირდა საბურავი იყო დაშვებული თუ რაღაც იყო გატეხილი იმ მონადირეები უცხოდ გაჩნდებოდნენ იქ, რომელიც საათს არ ნოყოლიყო და გვეხმარებოდნენ. მე როგორ შეიძლებოდა ჩვენ მაშინ ესეთი ის ქონდა რომ გზაზე ვინმე დგას მანქანა გაჩერებული და გადმოსულენ იმას არ გაუჩერო მანქანა მონადირეები ეს თუ კი ვინმე გაგიჩერებდა მაშინ გზაზე მანქანას სულ ყველა იყო მონადირე. ისედაც იყვნენ რა თქმა უნდა საზოგადოების წევრები, მაგრამ მონადირე არ არსებობს კაცი დატოვოს გზაში. ნამდვილი მონადირე, როგორ წარმოგიდგენიათ კაცს, რომელს ეკუთვნის ეს სტატუსი? ამ წუთში მაგალითად მე ბევრს ვერ ვხედავ ასეც. ნამდვილი მონადირე უნდა იყოს მეგობრის გვერდში მდგომი, რა თქმა უნდა. ზოგმარო ის გადაჭარბებით რომ ინადირებს ახლა მაგალითად. რა ადგინდა 20 წამწყერზე მეტი ვთქვათ, ან რაიმე ნადირი შეიძლება მოხდეს ისე რომ გვერდარიან და ვერ გაიგო იმა რა მოკლა ამან მოკლა შეიძლება ეს არ ხდება მაგრამ ორ ხორს რომ მოკლა ხა მეტი მე ზოგი არის ხანდახან ჩემთან ხდება სხვადასხვა საანდი რომ მეურნეობაში რომ ვერ გავიგეთო და შემოგვაკვდა 6 წელი თქვენ მეურნეობა სადაგავთ? სამის ხეობაში სამის ხეობაში გადასარევი ბუნება არის ძამაში? არაჩვეულებრივი. გოგამ წამიყვანა ერთხელ მე მახსოვს გოგა აკაზის ჩვენთან ერთად არის. იმის თქმა მინდოდა რომ მონადირებული ყავს წლების წინ სიმონიკამ დაგვპატიჟა ჩავედით და გადასარევი ბურვაკი მოვინადირეთ გენეცვალე გემრიელი რო არის იმ წონის. მე მაქვს რამოდენიმე ბლიც კითხვები ბატონ სიმონიკასთან თუ ნებას დამრთავთ. დიდი სიამოვნებით. რამდენი წელია ნადირობ, როდის დაიწყე ნადირობა? პირველი თოფი რა გქონდა?
დაახლოებით რამდენი ტყვია გასროლილი და ეხლა რამდენი თოფი აქვს. ეს არხი მონადირეებისა. Adventures Live Geo. Good choice. ბურგერისთვის მოვდივარ აქ. სვადი, კაბაბი, ხინკალი, საიდან მოიტანე რა ბურგერი? ხშირად თუ არა 3-4 ნადირობაში ერთხელ მაინც უნდა მოითმინოთ თბილისამდე და ჭამოთ ქალაქში ყველაზე მაგარი ბურგერი. აქვე ხდება გამზადება. ყველაზე გემრიელი ბურგერი. ნაღდად აკეთდება. ბურგერები კეთდება ძალიან ბევრი და ბურგერების მიღმა კიდე ქვეყანაში კეთდება, მაგრამ მე მომწონს ყველაზე მეტად კეთილი ბურგერი. ეხლა შევჭამოთ კეთილი ბურგერი. მე ერთი რამოდენიმე კვირის მერე მოვიდეთ სხვა შევჭამოთ. მე აი ესე ნელ-ნელა ჩამოუყვეთ, ესე სიას ჩამოუყვეთ და დასავლები არის, სოუსები არის, ჩიპსები, ჰოთ-დოგები. რა უნდა მივიღოთ კეთილი ბურგერი, რომელიც ის 21 ლარი მაინტერესებს. რამე ყოფილა. მე ბურგერი იცი რა წარმომედგინა? ა მაკდონალდი? ხო, რა ჩვეულებრივი ბურგერი მეთქი რა. აიღე. სიამოვნებისგან სახეს ესე გააკეთე და ჩაკეთე. მე რასულია, დო. რასული მართლა მაგარია. გემრიელა. თორე უხერხული საჭმელია, მაგრამ აი კაცურად გემრიელა ხდება. სამოდი გაზრდები ადამიანები რა. როგორი ბურგერია ეს ხანო? როჭამ, როხდები რო აღარ შეგიძლია და გულინობის ხდება რომ მეტი აღარ შეგიძლია, იმიტომ რომ შემა. გასიჩე. ვისაც არ მოგეწონებათ, დაწერეთ და თქვით უკეთეს სადაჭა. Good choice. ბურგერისთვის მოვდივარ აქ. მეზობლის კაცი იყო მაშინ ის და მე ბავშვი ვიყავი. სკოლას ვაცდები ხოლმე, იმიტომ რომ ის გამოივლიდა, გავყვებოდი სანადიროდ. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. გავყვებოდი და დავზრდი უკან, როგორც დაუგეშავი ძაღლი ისე რა. რომ მოკრავდა სიამოვნებდა ხოლმე, გავიქცეოდი, ავიღებდი, ძაღლი აღაჭირდებოდა, მე მომქონდა ხოლმე. რა ასაკში იყავით მაგ დროს? ალბათ ვიყავი ასე დაახლოებით 8-10 წლის შეიძლება 11 წლის. მე უკვე სისტემატიურად ვასწავლდი სკოლას, იმიტომ რომ სანადირო წავსულიყავი. და ნუ თოფი ჩემი თოფი რომ მქონდა, უკვე 16 წლის ვიყავი, ბაბუა ჩემის დამქონი ტულკა, ძველი იმპერატორსკი იყო. 16 კალიბრი? 16 კალიბრი. ფურცელივი თხელინულები ქონდა. ხო და შემეშინდა და მეზობლის კაც უთხარი ხა, ბაბუა ჩემი სტოლი არ იყო, მაგრამ მე უთხარი ეს ძალიან გათხელებულა. არა, შვილო, ამას ჟანგი მოკიდებია, თუ უფრო თხელი იყო. ახლა თხელია. საინტერესო არის ხო. და ეს ტულკა დიდხა მქონდა ძალიან. თქვენ ცხოვრებაში ყოფილა თუ არა მომენტი, როდესაც გითქვამთ, რომ აი ამ ნადირობის მერე მეტი აღარ წავალ სანადიროთო. რამოდენიმეჯერ იყო დაღლილი რომ მოდიხარ. ერთხელ ყვარლის თავზე მოვკალით თხა. ნუ ფსიტი არჩვი. ჩვენებურა და იქაური კაცი მაგთა, მაშინ ჩემზე ის კაცი იყო 7 წლით უცრო, 70 წლის იყო. სადაც მაღალყელიანი ჩექმები ეცვა და ამ ხელა ადის სიმურზე აკვა და ჩვენ ყველას გვასწრებდა წინ და რომ გავატყავეთ ეს მე უთხარ ტყავი მე მოკა. კაი ტყავი გამოვიდა, კარგი რქები ქონდა ის და მე უთხარი რომ მე არ მინდა არც ხორცი არაფერი, ამ ტყავს წავიღებ მეთქი რა. შვილო მითხრა შენო ძლიერი ბიჭი შენ ხარ, მაგრამ თხის ტყავი, თხის მანძილზე თხაზე მძიმი არისო მითხრა. მე თქვი რა მითხრა ამ კაცმა და მოვდივარ გზაში და ჯერ ესეთი თხის მომკლეს რა უთხარი აწი. შუა გზაზე არ ვარ მოსული, დაბდავღან. ეს რქები მიიტყავს უკან. და ძლივს ჩამოაღწია და მაშინ ვთქვი რომ ამ თხაზე აღარ წამოვალ სანადირო, ისე დაღლი დაქანცული ჩამოვედი ძილმა რა. ეს რა კარგი ნათქვამია რა. თხის ტყავი, თხის მანძილზე თხაზე მძიმეაო რა, თხის მანძილი ესე არ გამიგია დავიმახსოვრე.
რა ასაკში იყავი მაინც პირველი რომ მოინადირე პირველი გასვლა ნადირი თუ არა პირველი საერთოდ პირველი პირველი ალბათ 15-16 წლის ალბათ 14 წლის შეიძლება აღარ მახსოვს და ეხლა ეს ჩამჭრელი კითხვა არითმეტიკასთან ყვეთაში რომელიც არის დაახლოებით როგორ ფიქრობ რამდენი ტყვია გაქვს ნასროლი ცხოვრების მანძილზე აუ აი დაწუნებული ვარო ესე რა მოთანა ეს იცით ერთხელ მოუყევი მე მაგი ჩემ მეგობარს ზაღლი ყავდა პლეხანოზე კაიდი იყო დოგი რო შემოვიდა პირველად და რა ჭკვიანი ზაღლი იყო იცი დაანახებდა მანეთიანს და დაყებდა ერთხელ მე ორ მანეთიანს დაანახებდა ორჯერ დაყებდა სამჯერ და ერთხელ მე იყო 100 მანეთიანი დაანახა და აუ დეწო ხმური ცხოვრების მანძილზე საბჭოთა კავშირის დროს ეხლა და ამოუკიდებელი საქართველოს დროს უცხოელ სტუმრებთან თუ გინადირია ალბათ საბჭოთა კავშირის დროს დღეს რო უცხოეთი არის მაშინ ერთი ქვეყანა იყო მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყავს მეგობრები და ჩამოდიოდნენ და საქართველოში ნადირობდნენ შენთან მეგობრობის რა მოგახსენოთ მაგრამ ერთხელ დამეძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მთხოვეს რომ ერთი ხალბატონი ჩამოდის ნადირობა უნდაო და უნდა გაყვეღო რა და ნადირობა ჰქონდათ შეკვეთილი ორჯონიკიძის ახლად ლადი კავკასიის ნაკრძალი. და ჩამოვიდა ხალბატონი შესანიშნავი ხალბატონი მელიტა ბერსკი ეგეთი სახელი და კარგად მახსოვს ბოდიში მომიხადა რომ მივედით რომ თქვენთვისო თოფი მომქონდაო საჩუქრათო რომ დახვდებოდით ვიცოდით მაგრამ მოსკოვში ერთნაირი თოფი რომ მქონდა ორივე ერთი დამატოები ეს ორი თოფი ყوارინაინადირო სხვა წამომეღონე და ერეულოდა აღრთა მამამისის მეგობარი აქ მშენებელი ხომ მშენებელია მამამისი მშენებელი იყო მაგრამ ეს კაცი ყოფილა სახურავების მშენებელი რა ასეთი კარგად დახვდნენ სხვათა შორის და არავის სარეკში თოფი არ ქონდათ სულ ყველას ეკავათ რაღაცა როგორც კასრული ზოგს ასე უბრახუნებდა რომ გამოეყარათ ნადირი და იქ მოვკალი ერთი ირემი წარმოთქვის სურვილი რომ მეჩუქებია ამ ხალბატონის ჩვენქები და მან მითხრა ესეთი რამე რომ გაუკვირდა ძალიან რა ეს ეხლა რას ნიშნავს იცი აი ავსტრიიდან იყო სხვადასხვა ვისი მეუღლე იყო იცი რატომ მეტეხი რო ააშენა აგო ებრაელი იმის მეუღლე მითხრა რომ ეს რას ნიშნავს იცი რომ ჩემი შენ რო ავსტრიაში ერთ-ერთი ჩემი სასახლე რო გაჩუქო ვა ეს იმხელა საჩუქარია თქვენ მე მაშინ ირმის ქევი ახლა რაში თურმე დიდ ყურადღებას აქცევდნენ და მე მომიყვა ამ კაცზე რომ საფრანგეთში მოკლა ირემიო და გამოდგა ეს ჩემი ალბათ სპილენზად შეაფასეს თუ რაღაცას მაგრამ იმის გამოდგა ბრილიანტი და იმდენი თანხა დაჭიდა გადასახდელად იქ სანადირო მეურნეობაში რომ თავის სახლი გაყიდაო სასახლე და ხა ჩვენთან ცხოვრობს ის ქები წამოიღო ვა ეს მისკეცი გასაოცარი რამე არის გასაოცარი რამე წავიდა მე ურთიერთობა მქონდა რაღაცა მაგრამ წავიდა და აირია ქვეყანა თუა ჩამოსვლა უნდა და ჩვენთან ურთიერთობა უნდა და ყველაზე დიდი ნადირი თქვენ ცხოვრებაში რა მოგინადირებიათ მასიურად დიდი ირემი ირემი იქ რა თქმა უნდა აი ეგ იქნებოდა ალბათ ხო ეგ ისტორია არა აი ამის გარდა მე ბერჯერ ვიყავით იქ და ისე ღორის დიდი ღორის მყავს მოკლული თქვენ წარმოიდგინეთ დათვი არ ამყავს მოკლული ნასროლი მაქვს აფხის განმავლობაში შემხთა და არ ვესროლე იმას ვერ ვიტყვი ერთხელ შემხთა ვესროლე და ასე ხდახელებით სინონიკას ვინც არ იცის მინდა უთხრა რომ აქვს სამონადირეო სახლი გრიგოლეთში რატომ აქვს ახლა თუ იცი შენ იმიტომ რომ გრიგოლეთი არა შეკვეთილი კაპროვანში ბოდიში შეკვეთილში კაპროვანში ნამყოფები ვართ მე და რატიდული ძმა და რატო აქვს იმიტომ რომ იხუზე უყვარს ნადირობა ამ კაცმა იცის უნების ფასი იცის იხვის შემოსვლის ფასი და იცის რომ იქ უნდა დახვდეს შემოსულებს და სეზონი რომ მოდის ხოლმე გადაბარგდება იქითკენ ბატონო ჩემო და ახალგაზრდა მონადირეებსაც გვეძახის ხოლმე და მქონდა მე და რატიდოლიძეს ეს ბედნიერება სიმონიკასთან ერთად ვენადირა და იმედი მაქვს რომ კიდე გვექნება ჩემო სიმონიკა მე უნდა გავაგზელო მაგრამ შეიძლება რო არ თქვენ რომ მაინც იტყვი შენ რა ეხლა ეს იყო სატოპკი აუციე ეხლა რომ მკითხა რამდენი თოფი გაქვს დეა და იქ სამი თოფი ჩამაქომე 4 და ჩავეთ ეხლა უნდა გადამიღონ რამე გადაღება ხდება და იქ იხვი უნდა აფრინდეს რაღაცა და არ ვიცი აფრინდა იხვი ამე და
ამოვიღე თოფი ვაწყობ და არ იწყო მაგას. თურმე ერთი სულა წამომიღია მეორეს კონდა. ამიტომ არ უნდა ქონდეს ბევრი თოფები. არ უნდა ქონდეს აწყობილი. სოდა ხმას არ ვიღებ ახლა გესმის არ ვიღებ. რა შობი ხას აწყო თოფი რა ვაწყო მე უთხარ თქვენ მაინც იტყვი და უნდა თქვენ იქვე თქვი ვერა. კუნძულზე წამოვიდა, წარმოვიდგინე ხა კუნძული არის იქიდან უკვე ერთხელ სახში მიყვავ, ერთს ვერაფერი, დილა არის. პერელოტი იწყება და ზის სიმონიკა. ცალკე გულა უჭირავს, ცალკე კონდახი უჭირავს და სიმონიკა და ესეა, მაგრამ მაინც წარმატებულად ინადირა იმ დღეს. ბრაუნი გოლდჰანტერი დავაჭერინეთ ხელში და უთხრობე რა. აღარ წუშობდი ხელს მაგრამ მინდა გიტოვა. აი საჭამირთხა. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მონადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, Top Premium. უკვე საქართველოშია. Super ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი Marleni და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206 09 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარულით. სიმონიკა მე ძალიან მჯერა იმისი რომ ოდესღაც მომეცემა იმის საშუალება და ჩვენ მაგ სახშიც ერთად მოვხდებით და იქაც გადავიღებთ. მე როგორც ვიცი თქვენს რეგიონში ძალიან დიდი რაოდენობის მტაცებელია ხოლმე რა და პერიოდულად თქვენ აწყობთ ხოლმე ნადირობებს, მასშტაბურ ნადირობებს და ძალიან დიდი რაოდენობით მონადირეები ღებულობენ ხოლმე მონაწილეობას და საბოლოო ჯამში შედეგი დაიდო თუ ვერ დაიდო? აი როგორ ატყობთ? ბოლო პერიოდში მრავლდება უფრო თუ კლებულობს მაგალითად მტაცებელი? არა, თავისთავად ცხადია, რამდენსაც ამოვიღებთ იმით იკლებს, რა თქმა უნდა და ამ პერიოდში მით უმეტეს და როცა მაკევობაა და რავე იკლებს, მაგრამ მაინც შემოდის, არ ვიცი საიდან შემოდის ამდენი. აი ხა მაგალითად სადაც დღეს ვიყავით ჩვენ ეს არ ყოფილა დღეს ხო ერთ ცალს ესროლეს ნენას გელს ამის წინ რომ ვიყავით 5 ცალი იყო და ერთი ძროხა ყავდათ შეჭმული. 5 ცალი გავიდა, რაც დავინახეთ. იქ რამდენი მივდივართ, იმდენი ვნახულობთ, მაგრამ მოპოვება ძნელია იმ ადგილზე თქვენც ნახეთ რა ესეთი გასასვლელებია, ღია გასასვლელები. სადაც აი ზოგმა ვერ გაარტყა, ზოგმა ხდება რა და ისე პატარა საფლავი გვაქვს გაკეთებული, რამოდენიმე ცალი არის დამარხული. მე ძალიან მოვიხიბლე იმით, რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთ ნადირობის შემდეგ, მე ამ დამარხვას რა და ძალიან მოვიხიბლე ამით. ჩვენ მქონდა სამწუხარო მომენტები, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ისეთი კადრები, რომ ხალხს თურმე ისე ჩაუყრია ტბაში რა, თუ სათმასთან ახლოს, ხო და ნუ მოკლედ მე დაავადებების ბუდე ხდება ის ადგილი რა და მიხარია რომ აი ამ მაგალითს აძლევთ თქვენ და აჩვენებთ ხალხს რომ ეს რა შეეხება ხალხი ძალიან შეწუხებული ხა ჩემთან იციან რომ მე ხელმძღვანელობ ამ ამბავს და მირეკავენ და ძალიან ცუდ დღეში არიან კაცმა თუ სოფელში იცხოვრა ის გელს რატო უნდა შეაწუხებიო ანტურას მე არის სასწაული ისა რა ქვიან უნდა დაწეროს გამგებელმა ეს რა ქვიან რაპორტია რა თუ რა მნიშვნელობა რომ ამა და ამ ოჯახს მე იმ კაცმა უნდა დაწეროს ასე მე უნდა გადაუღონ სურათი ამ შეჭმულს რომ მევიდა სახში და აღარ მოვიდა და რაღაცა უნდა ეძებონ წავიდა ეს გელი ამასობაში მე უნდა დაურეკო გედეის იმაში ნუ ეს არ შეიძლება ასე რაცო ახლა ეს როგორი ეცი შეჭამა და წავიდა რა შენ უწყობ ხელს შეჭამა მე სანამ ამ ლიცენზიას მოიპოვებ გადის დრო ჩვენ სადაც ვიყავით ახლა მე იქ ვიმასხრე ბიჭებს ვუთხარი კაცო იყვნენ თავადაზნაურობა და ამდენი ხარკი გლეხებს არ მიქონდა მეთქი ახლა სადაც მგელი იქ უშოვე საქონელს მეტიცაც უარი არსად არა და ეს ხალხი ცოდვაა კაცო იმ ხფოს შეუჭავს ხარ შეუჭავს რამე შეუჭავს აქ ტურები რო ამოვიღეთ ახლა რა ორი ცალი მაგრამ იმ ტურას დაახლოებით ერთი 10 ინდოური და რამდენი რამე ექნება ტურა შესანიშნავად მიიწევს ბატკას ახალ ბატკას და კი ბატონო ხფოსაც კარგად ერევას ფოტოშოპის და ეს უნდა ამოვიღოთ არ შეიძლება რამდენი უნდა იყოს კაცო რატო უნდა იყოს მაგალითად დღეს მე შევამჩნიე კიდევ ქვეყნები არის რომ არ არის არ საერთოდ ხო საერთოდ არ აყავთ ხო
დღეს მე შევამჩნიე ესეთი უცნაური რამე და ვინახე ჩვენ ნადირობებში ხა არაერთხელ მივიღია მონაწილეობა ხოლმე და მსგავსი რამე ჯერ არ გვინახავს. თავები ქონდა მოჭრილი ტურებს. რა დანიშნულებით მოხდა ესა? ეხლა გადავაგზავნით მაგას ქუთაისში გადავაგზავნით ჩვენთან იყო ეხლა წარმომადგენელი ვეტერინარი რომელმაც გააკეთა ეს საქმე, დაურეკეთ, გადააგზავნიან ქუთაისში და შეამოწმებენ ცოფზე. ამბობენ, რომ წალკაში მაგალითად მელიებს აღმოაჩნდათ რაღაცა და შეიძლება გქონდეს ცოფიც კიდევ. რაც დროზე ამოვიღებთ ამაზე. რაც გაგვიშობენ და მიგვიშობენ. აქ ეხლა ერთი კაცი არ იყო ისეთი, რომ ვითომ ბრაკონიერება არ მოხდეს. რა ბრაკონიერება უნდა მოხდეს? თან ისეთ რამეს მეუბნებიან ეხლა გუშინ წინ მქონდა შეხვედრა მე არ ვამტყუნებ იმ ხალხს, ასეთია კანონი. რომ მაგალითად მე მყავს 30 კაცი წაყვანილი, 30 კი არ მეტი არის ხოლმე, ხანდახან 100 კაცია. როგორ გავანკონტროლო? მე 2 ცალი მგელი მყავს დარჩენილი, კოტა მაგალითად თუ 2 ცალი უნდა მოკლა მე. სად ვაკონტროლო? მე იმან მოკლა. სად რანაირად გავაკონტროლო ეს? მოკდა ვთქვათ 5, 3-ზე მაჯარი მივერნე. ასეთია როგორ შეიძლება? სოფელი შეაწუხა ხო? მე შე რატომად გელმა შეაწუხა? შემდგე 6 მოვყალი 6-ვე რა. დიახ. ხო შეიძლება. რატო უნდა მეშინოდეს? იმან მოკლა, ხო, რანაირად შეიძლება. მე შეიძლება სარეკში ერთდროულად გამოვიდეს ეს სტაცებელი და ერთდროულად გავისწრო. 100 მეტრა დაშორება ხო არის ერთმანეთს? არ არის ეს რაციები ქონდეს ყველა მე მოვყალი. მონადირე ისეთ რამეა რო ყავს 2 მოკლული, კიდე შეხვდეს მოკლავს მაინც იმ გელს, იმიტომ რომ იმაზე არის დაგეშილი რომ ეს ხალხი უნდა გადაარჩინოს. თავისთავად გეთანხმებით 100%-ით მეც. ეს აუცილებლად ჩასადებია იმ ახალ კანონებში, რაღაცა ჩვენ თვითონ უნდა შევიმუშაოთ. თუ გვეღირსა მაგით რომ რაღაცა გავაკეთოთ ისე რომ არ შეიძლება რა. სხვათა შორის ახლა მაგის საპასუხოდ გეტყვით რომ ძალიან გამარტივდება ახლა მტაცებელზე ნადირობა ძალიან ახლო მომავალში ახალი კანონ პროექტის საფუძველზე ასე რომ თქვა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ყველაფერი ხო მალე დაიძრება რა და გაცილებით უფრო შემსუბუქდება ჩვენთვის მონადირეებისთვის ყოფა ზოგადად სავარგულებში. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. კარგ დღეს გისურვებთ და ეხლა ვებზადებით მეორე განყოფილებისთვის, ხო? გელოდებით, მეორე განყოფილება რა თქმა უნდა. თან მონადირის ოჯახში კავკასიურელი ძარაჩოლები და პიროვნება და წინახეთ ბატონო რა ვარ თამადა. გადასარევი მეგობარი შევიძინეთ. დღესაც მაგას მიუჯით ამადობას მე მგონია. მადლობა დიდი. იცოცხლეთ. ჩვენი არხის მხარდამჭერები